მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებ ჩემს ავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. დღეს ჩვენი სტუმარია კინორეჟისორი ბატონი გოგა ხაინდრავა. მოგესალმებით ბატონო გოგა. გამარჯობათ. მადლობა რომ ასე ესოდენ ძვირფასი დრო გამონახეთ იმისათვის რომ მოსულიყავით ჩვენთან ქართულ ტელევიზიაში და ჩვენთან ერთად გესაუბროთ იმ საკითხებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც აფხაზეთს ეხება. თქვენ ომის დროს წამდებოდით სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთში. მე მახსოვს თქვენი მოღვაწეობა, თქვენი აქტიურობა მახსოვს ყველაფერი, თქვენი სიკეთეც მახსოვს, რა თქვენ გააკეთეთ ის განსაკუთრებით ის აფხაზების მოსახლეობის ნაწილი, რომ გააგზავნეთ ბუდაუთაში და მე კიდევ რომ ჩვენი ქართული მოსახლეობის ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეთ და ისინი სოხუმის პორტში გადმოეყოლეთ. ეს ასაკურელია, ეს პატარა ამბავი არის, ხოლო ეს ისტორიაში შემორჩება რა ასაკურელია თქვენ. ამის გარდა თქვენ დარწმუნებული და ყველა არის ამაზე დარწმუნებული, თქვენი გამოსვლები, თქვენი ინტელექტი, თქვენი სიღრმეები, თქვენი ანალიტიკური ძალიან მებერთელაუნარი, თქვენ ყოველთვის ისე თქვენ გადაცემები, როდესაც მიყავდა თქვენთან, როდესაც ხდება ინტერვიუები, თქვენ ყოველთვის სახარბო ტერიტორიული მთლიანობა რო არ აქცევთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ საკითხებში თქვენ ხართ ძალიან ფრიად განსაზღვრული და ფრიად ინფორმირებული. მე მინდა დავიწყო იმით, რომ ბატონო გოგა, დღეს ყველაზე ერთ-ერთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი საკითხია სწორედ ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა და ამ ტურბულენტურ სიტუაციაში და მსოფლიოს წარწერა არ უნდა მდგომარეობაში ცოტა სხვა პრობლემებთან, სხვა გერა უფრო ძლიერ და უფრო ღრმა პრობლემებთან გვაქვს შეხება. მაგრამ აქ რუსეთის ფაქტორი სულ სხვა ვეროიგებთა უკვე. რუსეთის ფაქტორი და თქვენ ვიცი რომ თქვენ ძალიან კარგად და ძალიან ობიექტურად მჯეროთ ხოლმე რუსეთის წაეხება საკითხი, იმიტომ რომ რუსეთი სამწუხაროდ საუბრობთ ყოველთვის ატყუებდა საქართველოს. აქ დღესაც იგივე სიტუაცია გინდა ისე თქვა, გინდა ასე თქვა, მე მაგალითად მომხრე ვარ იმის რომ რუსეთთან ჩვენ დავძეთ და ვილაპარაკოთ ჩვენმა პირველ სახელმწიფოს მეთაურებმა ილაპარაკონ რუსეთთან, მაგრამ ეს კი გამოგცემს ამის შედეგი. თუმცა დღეს უფრო კონკრეტულ კითხვაზე და მე თქვენ გადავიდე ახლა თქვენთან ერთად და ასეთი ინფორმაცია არის ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომელიც ძალიან ოფიციალური დონიდან გაიშლება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს თავადობ ჩრდილოეთ სამხრეთის სატრანსპორტო ტელეფონში ჩართოს და ასევე 3+3 ფორმატში მონაწილეობას. ბატონო გოგა, ეს დიდი ხანია ეს პროცესი, 2000 წლიდან ხდება ეს საკითხი, საერთოდ დგა წელიწადში რუსეთთან და იმ სხვა ქვეყნებთან მისთანაც ერთად ის არის და მაგრამ საქართველოს ახლა ცოტა გამწოლდა სიტუაცია, გამწოლდა თქვენ ალბათ ჩემზე რო კარგად მოგეხსენება ამ სიტუაციას აზერბაიჯანის და სომხეთის პოზიციებიც გარკვეულწილად ამწვავებს. აი თქვენ რა თქმა ამასთან შედარებით ეს რა არის ჩვენთვის პანაცეა თუ ეს არის მორიგისა თორე რუსეთის მხრიდან, მაგრამ ჩვენ უნდა მას რომ აუცილებლად ჩვენ გამოვიდოს რაღაცა ჩეხეთის სამხრეთის ამ სატრანსპორტო ტელეფონში ჩაგვეთრიოს და მე ისევ და ისევ თავისი ინტერესი გაატაროს. მოგესალმებით, ჩემთვის პატივია თქვენ გადაცემაში ყოფნა, იმიტომ რომ ჩემო აფხაზეთო ყველა ჩვენთაგანს ერთნაირად ეხება, იმისგან დამოუკიდებლად სად ცხოვრობთ ამ წუთში. მეფე აფხაზთა კახთა რამთა, ეს იყო აპრევატიურა ქართველი მეფეების, ამიტომ ბუნებრივია რომ ჩვენი დედა სამშობლო აფხაზეთი ერთ-ერთი ძირძველი კუთხე, სადაც უამრავმა ქართველმა შექმნა ძალიან დიდი კულტურა და ამავე დროს სიცოცხლე გაწირა. ამიტომ ბუნებრივია რომ ჩვენი გაუთავებელით ყველაზე დიდი პრობლემა მიუხედავად იმისა, მსოფლიოში რა ხდება ტურბულენტურია, ვითარება თუ ნაკლებად, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის დღეს ის არის, რომ მოწყვეტილია დედა საქართველოს აფხაზეთი დღეს და ბუნებრივია ცხინვალის რეგიონი, რომელიც ასევე ყოველთვის საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველა სახლია, უამრავი ერი ცხოვრობს, მარტო თბილისში ცხოვრობს 100 ეროვნება. ასე რომ საქართველოში ყოველთვის ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების და წარმომავლობის ხალხები. ოღონდ იმ ხალხებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ეს არის კი ბატონო, ეს მათი სახლია
რახან აქ ცხოვრობენ და ღმერთმა კარგად ამყოფოთ ბედნიერად, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ერთიანობა ამ სახლის მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთ, ისევე მათთვის. იმ ერებს განსაკუთრებით, რომელსაც ასე ვთქვათ, სტუმრობს საქართველო, შეიძლება საუკუნეების მანძილზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც სტუმრობს, უნდა ახსოვდეთ, რომ ერთს, რომელსაც არ აქვს სიტყვა ზღვა, თევზი და ნავი, არანაირად არ შეიძლება კონდეს პრეტენზია წარმომავლობის იმ კუთხის წარმომავლობის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს აფხაზებად იწოდებიან, არიან ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენ ისინი გვიყვარს ისევე როგორც ჩვენი ძმები, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვა და ყველაფერი უნდა იცოდეს და ყველაფერს უნდა ახსოვდეს. ისევ ვიმეორებ, ეს მათი სახლია, ბუნებრივია. მე თავის დროზე იქ იმიტომაც წავედი სახელმწიფო მინისტრად, რომ ის ჩემს სახლად თვლიდი, მე აფხაზეთში გავიზარდე, ნათესავები მყავს იქ და მთელი ბავშვობა და სიჭაბუკე აფხაზეთში გავატარე, ამიტომ მე მშვიდობის ყოფილად წავედი და სოციალის გაეროს მასალებში არის შესული პირველი ბრძანება ჩემი როგორც სახელმწიფო მინისტრის და სახელმწიფო მინისტრი იყო აფხაზეთში პირველი პირი, პოლიტიკური ლიდერი მაშინდელი აფხაზეთის და ამავდროულად პრეზიდენტის პირად წარმომადგენელი ვიყავი. პირველი ბრძანება იყო, რომ არც ერთ აფხაზურ ოჯახში არ ჰქონდა შესვლის უფლება არავის ჩემი თანხმობის გარეშე. ჩვენი აპარატის თანხმობის გარეშე. ამ გარკვეული როლი ითამაშა, ბუნებრივია, რომ ასე ვთქვათ, ნებისმიერ რომს ძალიან ბევრი უკუღმართობა და ბოროტება მოაგდა, ახლა ამისგან დაცული არავინ არ არის და ამის აღკვეთა მთლიანად არ შეიძლება, მაგრამ ბუნებრივია, რომ მან თავისი როლი ითამაშა, სპეციალური ჯგუფი მყავდა 24 საათიანი მორიგეობის, რომელიც პირველივე დაძახილზე თუ ვთქვათ, ვიღაცას უჭირდა და პირველ რიგში აფხაზურ ოჯახებს რო არ ყოფილიყო ეთნიკური შევიწროება, რომელიც თან ახლავს ნებისმიერ კონფლიქტს, ეს ბუნებრივია, ეს ასე ვთქვათ, იყო აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია ჩვენი, ვინც ჩავედით იქა, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, აფხაზები ჩვენი ძმები არიან, იყვნენ, არიან და იქნებიან. სხვა საქმეა პოლიტიკა, ვინ რა თამაშს თამაშობს, ვინ ვის მხარეს არის, რაც შეეხება რუსეთს. რუსეთი არ შეცვლილა 1000 წელიწადია, რაც არსებობს რუსეთი, იმის მერე არ შეცვლილა არასოდეს. ეს არის იმპერიალისტური აზროვნების ქვეყანა, ყოველთვის ესეთი იყო და როგორც ჩანს ესეთად დარჩება. 3 საუკუნეა რუსეთი საქართველოს ოკუპაციით იწყებს, 801 წელს გააუქმა საქართველოს სამეფო და ჯარი შემოიყვანა საქართველოში, მერე 1921 წელს დაიპყრო 21 წელს დაიპყრო საქართველო და 2008 წელს ისევ შემოვიდა და დღემდე დგას 25 კილომეტრში დედაქალაქიდან, ხო? ისევე როგორც აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში. ამიტომ მაგათგან არაფერი არ უნდა გვიკვირდეს. მაგრამ ერთი არის, ასე ვთქვათ, ემოცია, მეორე არის პრაგმატული პოლიტიკა. ეხლა თუ ჩვენ რუსებს არ დაველაპარაკებით, ჩვენ აფხაზეთს აღერებანაირად ვერ დავიბრუნებთ. რამდენიც არ უნდა ველაპარაკოთ ამერიკელებს, იტალიელებს ან შვედებს ამ საკითხზე ნებისმიერ დონეზე და დღეს ახლა საპარლამენტო ასამბლეა მიდიოდა, დღეს დამთავრდა ზუსტად და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ამით დაიწყო თავისი სიტყვა, რომ ეუთო კრიზისშია, სერიოზულში, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ვერანაირი ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი იმისთვის იყო, რომ ასე ვთქვათ, მშვიდობა დაეცვა და დაეცვა ხალხები ასე ძალადობისგან, ვერაფერი ვერ განახორციელა, ვერც საქართველოსთან მიმართებაში და ვერც უკრაინასთან მიმართებაში. ამიტომ ეგზისტენციალურ კრიზისშია და ბუნებრივია ამას ვხედავთ, რომ ამიტომ და ამას იმიტომ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს ადრე თუ გვიან ამ თემაზე რუსებთან ლაპარაკი, ბუნებრივია, რაც უფრო მალე დავიწყებთ, მით უკეთესი იქნება, მაგრამ რაც შეეხება იმ შემოთავაზებებს, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები რუსებთან არ აგვაქვს და ეს დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება, სანამ მათი საოკუპაციო ჯარი არ გავა საქართველოს ტერიტორიიდან. ეგ აბსოლუტურად გასაგებია, ნებისმიერი ქვეყანა ესე მოიქცევდა ჩვენ ადგილას, ვისაც ღირსები შეიძლება და თავის ისტორია. სხვა საქმეა, როგორი ვითარება დადგა მსოფლიოში, სხვა საქმეა, რა ვითარება არის აფხაზეთში, იმიტომ რომ აფხაზური საინფორმაციო წყაროებიდან ჩვენ ვიცი, არანაირი მეგობრობა აფხაზებსა და რუსებს შორის არ არის. ისინი იყენებენ ერთმანეთს თავისი ინტერესების განსახორციელებლად. აფხაზებს გონიათ დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რუსები
მათთვის ასე ვთქვათ იშრომებენ და ივაწებენ, რაც აბსოლუტური აბსურდია. რუსებს საკუთარი ინტერესები აქვთ აფხაზეთში, არანაირად არ აინტერესებს აფხაზური მოსახლეობის აზრი და მთელი ეს 30 წელიწადი ამაზე მეტყველებს ნებისმიერ დღეს აი ეს უკანასკნელი გართულებები, რომელიც აი ამ დე-ფაქტო ხელისუფლებასა და მოსკოვს შორის ზუსტად ამაზეა აწყობილი. რუსებს სჭირდება თავისი ინტერესები, მიწები, ეს საუკეთესო ასე ვთქვათ ზონა საკურორტო იქ სხვადასხვა შესაძლებლობები ამავდროულად შავი ზღვა არის და იქ ბუნებრივი კომპონენტი, თუმცა არც ძალიან სერიოზული ხა იმას ოჩამჩირის ბაზაზე ნამყოფი ვარ მე იმისი რა ქვია იმ მიუსერაში რომ ვკითხოთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა ვიდრე იმაში რა ქვია ოჩამჩირეში არაფერი განსაკუთრებული იქ არ არის და თანაც ნუ ეხლა ცოტა გაუგებარია იქ რა უნდა მოხდეს ახლა იქ შავ ზღვაზე თურქეთია ძალიან სერიოზული ქვეყანაა რომელსაც გარკვეული სირთულეები აქვს დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით რუსეთთან და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენები ზუსტად მაგაზე მეტყველებს, იმიტომ რომ ახლა ბაქოში რო ჩახვალთ, ნახავთ რომ წერია один народ два государства და ის რაც ასე ვთქვათ ის დამოკიდებულება რომელიც აზერბაიჯანელებს და თურქებს შორის არის ზუსტად იმაზე მეტყველებს რომ მათი ინტერესები აბსოლუტურად თანხმდროშია. თურქეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, ჩვენი მეგობარია დღეს ჩვენი მეზობელია უკვე მე-15 საუკუნიდან ჩვენი მეგობარია დღეს და ამაზე ისიც მეტყველებს ჩვენ კეთილგანწყობაზე ერთმანეთის მიმართ აი ამ საპარლამენტო ასამბლეაზე EUTHOS საპარლამენტო ასამბლეაზე გენერალური მდივანი EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის რომელიც გამოვიდა სიტყვით და ცალსახად ქართული პოზიცია დაიკავა სიმართლე თქვა არა ის რაც საქართველოს იღდება არამედ აბსოლუტური სიმართლე თქვა რომ 40%-ს რო აიღებს ოპოზიცია და პარლამენტში არ შევა და არ განახორციელებს ასე ვთქვათ იმ დავალებას რომელიც ხალხს აძლევს ეს ნიშნავს რომ ის ღალატობს დემოკრატიას ის ღალატობს თავის ამომრჩევლებს და რაც თავარი არჩევნები იყო ჩატარებული აბსოლუტურად მე ვფიქრობ რომ თუ ვნახავთ ვთქვათ და ვინმე დაინტერესდება ჩვენი მაყურებელი შეუძლია შევიდეს დღეს ეს ინფორმაციები ღია და ნახოს რა დასკვნა დადო ამერიკის არჩევნებზე EUTHOS სადამკვირვებლო მისიამ და მიხვდება რომ სადამიწაა იმასთან შედარებით რაც ჩვენთან იყო ხო იმდენი გარღვევები იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაფერსო თავი დავანებოთ ბაიდენი რო პრეზიდენტად აერჩიეს ჩვენი თვალით ხედავდით რომ დაიხურა საარჩევნო უბნები ჩანთებით როგორ გამოქონდათ იქიდან ჩანთები და როგორ დებდნენ იქ და 5 მილიონზე არის ლაპარაკი გაყალბებულ ბიულეტენებზე და ამ შემდეგ ამიტომ დღეს ვიღაცისგან ამ ფსევდოდემოკრატიული მე მაგას პორნოლიბერალურ სამყაროს ვეძახი რაიმე ტიპის არა ეგრეც არის რომ შეხედო ეგრეა პორნოლიბერალური სამყაროა შეხედეთ რა საკეთებენ რა ხდება ამ LGBT-სთან დაკავშირებით ახლა კალი არ არის კაცი არ არის ბავშვი არ არის და გადაგვარებულია სრულად ახლა ღმერთის წინააღმდეგ რო წავა კაცობრიობა ხო ეგ დამთავრდა მე იმით რაც წარღვნა მოიტანა იგივესკენ მიეკანება განსაკუთრებით ეს პორნოლიბერალური სამყარო რომელსაც დღეს ეს ეგრეთ წოდებული ევროატლანტიკური სივრცე წარმოადგენს მაგასთან არის ბრძოლა ახლა რამდენად არის სერიოზული და რამდენად გამძლე იქნება ვთქვათ ის ზალა რომელიც ამერიკაში ებრძვის დღეს აი ამ პორნოლიბერალიზმს ტრამპის მეთაურობით მაგას ვნახავთ ახლა ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ну გარკვეულწილად USAID გააუქმეს რაც უკვე შედეგია ეს ძალიან დიდი შედეგია იმიტომ ეს იყო პირდაპირ მტრული ორგანიზაცია ისევე როგორც მტერი არის საქართველოში დენიგანი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების რომელიც არც მალავს მაგას გუშინდელი მისი გამოსვლა იმის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მართალია ხვალ არის 4 ივლისი მაგრამ გუშინ ჰქონდა მისი გამოსვლა მაგაზე მეტყველებს ისე როგორც ეს სამარცხვინო ხერჩენსკი რომელიც ევრობიუროკრატიას ამ ევროპორნოლიბერალიზმს წარმოადგენს საქართველოში ნუ ფიშერზე ლაპარაკი საერთოდ არ მინდა ის ასე ვთქვათ თავისი წინაპრების ზუსტი ასლია ფაშისტია აბსოლუტური უთავმოყარეო რომ ეგენი ფეხფეშტელავენ არს დიპლომატიის როგორც ესეც շատ შორის მონღოლები შემოღებულია თავის დროზე და ისინიც კი არ ბედავდნენ იმ დროში იმას რასაც დღეს ესენი ბედავენ ეს
არც კი ვიცი მათ რა უწოდოთ. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ რუსეთს. რა თქმა უნდა, არანაირი პროექტები რუსეთთან არ იქნება მანამდე, სანამ არ გარავარკვევთ ამ ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან ეხლა საუბარი რომ უნდა გქონდეს და ურთიერთობა რომ უნდა გქონდეს, ეს ყველაზე ეს ჟენევის შეხვედრები ზუსტად მაგის მანიშნებელია და ეკონომიური კუთხითაც ბუნებრივია ცხოვრება მიდის ეხლა კაცობრიობა მას მერე რაც ის იმან რა ქვია კაემა აბელი მოკლა იმის მე ერთი დღე არ ყოფილა ომი არ ყოფილიყო ესეთი დღე მსოფლიოს ისტორიაში აბელის პელობის მერე კაცობრიობას არ ახსოვს სულ ომია ამიტომ ეხლა მიუხედავად ამისა ცხოვრება მიდის ეკონომიკური ურთიერთობები არის ვითარდება თუ როგორ რა ხდება ეხლა ყველამ თავისთვის გადაწყვიტოს ეს განვითარება თუ რა არის რაც ხდება მაგრამ ნუ ცხოვრება გრძელდება ურთიერთობებიც გრძელდება სავაჭრო ურთიერთობები მით უმეტეს ეხლა ეგ ამის აუცილებლობა დგას მით უმეტეს იმ ვითარებაში როდესაც დაკონსერვებულია კონფლიქტი და პირდაპირ ასე თქვა შეტაკება არ ხდება მიუხედავად ამისა თუმცა მინდა გითხრათ რომ უკრაინის გავლით რუსული ნავთობი იმაში ევროპაში მიედინება დღესაც. იმ ფონზე რაც რუსეთმა დამართა და თქვათ აი ამ პორნოლიბერალურმა მსოფლიომ რაც დამართა აი ეს ბოროტე მასხარა მათი ასე ვთქვათ ის ზელენსკი რომელიც ასე ვთქვათ ანგრევს და ანადგურებს იმ ქვეყანას რომელთანაც მას არანაირი კავშირი არ აქვს. ზელენსკის არაფერი არ აკავშირებს უკრაინასთან. არაფერი აბსოლუტურად, არც წარმომავლობით, არც თავისი ცხოვრების წესით, არც თავისი კარიერით, მისი კარიერა მთლიანად რუსეთში იყო, ეგ იყო რუსეთში, მასხარა ცნობილი. მე ვინ და რისთვის დააყენა უკრაინის სათავეში, აგერ ხედავთ შედეგს რა შეკვეთა ქონდა, ყველანი ხედავდა როგორ აგრძელებს ამას, იმიტომ რომ გონიერი კაცი, საკუთარი სამშობლოს მოყვარული კაცი დიდი თავიდანვე მიხვდებოდა, რომ რუს დათვთან მომსრო იწყებ და საბაბს რო აძლევ ომის და ეგ საბაბი მარტო მაგას არ მიუწია ბუნებრივია იმ პორნოლიბერალურმა მსოფლიომ მიცა ეგ საბაბი გასაგები იყო ყველასთვის რომ რუსეთი არ აიტანდა თავის ჭიშკართან ნატოში იარაღებას ეს ახლა ეს ელემენტარული ამბავია იმიტომ კი არა რუსეთი კარგია ცუდია რუსეთი რაც არის ქართველებზე კარგად არავინ არ იცის ისე ვიმეორებ სამი საუკუნეა ასე თქვა საქართველოს ოკუპაციით იწყებს ამიტომ ჩვენზე კარგად ცოტა არის ვინმე ვინც იცის რუსეთი როგორც სახელმწიფო რას წარმოადგენს მე ყოველთვის ერთმანეთის ამ პორნოლიბერალურ სამყაროდანაც ვყოფ ევროპელ ხალხებს ევროპელ თუ გინდა ამერიკელ ხალხს რომელთანაც ძალიან კეთილი ურთიერთობა ჰქონდა და რომლის მადლიერებიც ვარ და ვიქნებით ყოველთვის იმიტომ რომ გასაჭირში ძალიან დაგვეხმარენ 90-იან წლებში გერმანელი ხალხი რომელსაც უდიდეს პატივს სცემდა რომელიც ასევე გვერდში გვედგა როდესაც ძალიან გვიჭირდა მაგრამ ფიშერი არ არის გერმანია ისევე როგორც პორნოლიბერალური ბიუროკრატია არ არის არც ამერიკა და არც ევროკავშირი საერთოდ ბრიუსელი როგორც ესეთი არ წარმოადგენს ევროპას ეს არის საბჭოთა კავშირი ჩამოყალიბებული აბსოლუტურად იმიტომ რომ 540 დეპუტატი რო ხელს აწევს ისე რომ არც იცის დოკუმენტში რა წერია ეს არის ზუსტად საბჭოთა კავშირში რო წევდა კომუნისტური პარტიის ყრილობები რო იყო და ის რაღაცა დეპუტატების ყრილობები როცა არც აინტერესებდათ რა წერია შიგნით ხელს წევდნენ ამიტომ მე ეს გავლილი მაქვს თქვენც მეც ეს კარგად ვიცი ამიტომ რაც არ უნდა მელაპარაკონ ეხლა დემოკრატიაზე ეხლა კუბილიუსი რომელიც არის როგორც იყო ისევე არის ასე ვთქვათ გარბაჩოვის პარტიის წევრი ისევე როგორც იუნკევიჩიანი რომელსაც ზულს საქართველოს სალსახად ყველანი ხედავთ მაგას ჩემთვის ევროპული ასე ვთქვათ იმის დემოკრატიის განსახიერება ვერასოდეს ვერ იქნება ის დარჩება იქ გარბაჩოვთან პერესტროიკაში და გლასნოსტში რა რომელიც მე ძალიან კარგად მახსოვს და თქვენც გახსოვთ ამიტომ რუსებთან ბუნებრივია რომ ასე ვთქვათ ურთიერთობების ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ ვიფიქროთ მოვა დრო როდესაც ასე ვთქვათ პირდაპირ მოლაპარაკებებიც დაიწყება დარწმუნებული ვარ მაგრამ აუდროულად ეს ფოჩიანი კამფეტები გადაუგდონ იმას ვინც ამას ჭამს რა ეხლა ის რომ ჩრდილო სამხრეთის გზა არსებობდა საქართველოს გადის ეს რაც საუკუნეები ნაბუხოდონოსორის დროიდან ჩართულია ეს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი როგორ სახმარეთო საკონტო მიმართულება ხო არანაირი ჩრდილოეთ არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს ეს არის საქართველოს საერთოდ ოსეთი არ არის ხო ვიცი ბუნებაში არ არსებობს ქვეყნები რომელიც აი ამ დიდი მასივით სამთო მასივით იყოს ისე გაყოფილი როგორც ეხლა უნდათ რომ წარმოგვიდგინონ მილიონი დაახლოებით ცხოვრობს
ქედს გაღმა და 60,000 ცხოვრობს ქედს გამოღმა. მეცაც გეტყვით, სანამ როკის გვირაბს გათხრიდნენ, რომელიც ასე ვთქვათ 80 წელსში იყო გაკეთებული, მანამდე იმისთვის რომ ალანიიდან რასაც ქვია ოსეთზე, ეგ არის ალანია, იქიდან რომ მოხვედრილიყავი ცხინვალის რეგიონში ნახევარი საქართველოსზე წრე უნდა დაგერტყა, იმიტომ რომ ერთადერთი შემოსასვლელი იყო დარიალის ხეობა. მეტი ვერანაირად იქ ბილიკებიც კი არ იყო გადასასვლელი, გადმოსასვლელი, ამიტომ ლაპარაკი რომ იქ რაღაცა ბოლშევიკების შექმნილია, ეგ იმპერიალიზმის შედეგად, დაპყრობის შედეგად შექმნილი ტერიტორიაა. ამიტომ არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, ეგ არის ცხინვალის რეგიონის სწორად ძალე და მეცაც გეტყვით რა, უკანასკნელი ერთ-ერთი აღწერა საბჭოთა კავშირში აღწერის შედეგად მე მგონი 36 წლის აღწერა თუ არ მეშლება, შეიძლება 5 წელი მეშლება, ცხინვალში ცხოვრობდა 4 ოსური ოჯახი, ბევრად უფრო მეტი ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ და ქართველები საერთოდ ხო. ხო, ამიტომ აფხაზეთში ცოტა სხვა ვითარება იყო და რატო ისიც გასაგებია, ამიტომ და მე მინდა გითხრათ, რომ კახეთში ბევრად მეტი ოსები ცხოვრობენ. ვიდრე ცხინვალის რეგიონში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ დღესაც. ქართლის აქითა ნაწილზე ხო არ ვლაპარაკობ, გორი, ქარელი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის მოგონილი სპეციალურად შექმნილი იმისთვის და ეს არა მარტო საქართველოში იყო, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო, ყაზახეთში იყო, უზბეკეთში, ყველგან იყო ეს გადანაწილება სპეციალურად იმისთვის, რომ გაყავიდა ებატონო ეს ძველი კიდე სანამ რუსეთი იარსებობდა, მანამდე იყო მოგონილი კაცობრიობის მიერ და როგორც წესი იმპერიალისტური სახელმწიფოების მიერ იყო ეს დოგმა, რომ გაყავიდა ებატონო. ამის შედეგი არის თქვა ცხინვალის რეგიონი. აფხაზეთს შეეხება, აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ასე ვთქვათ განადგურება, ეს იყო მე-17 საუკუნის შედეგი, აი იმ შემოსევების შედეგი, რომელმაც პრაქტიკულად ასე ვთქვათ იქ აბსოლუტური შემოსევა იყო. აბსოლუტური ეს თურქული შემოსევა იყო, თურქეთმა გაანადგურა იქაური. იმ ძველმა ოტომანის არადღევანდელმა თურქეთმა ვისთანაც კარგი ურთიერთობა, ეს ოტომან იმპერიული დროინდელი დაპყრობებია და იმან გაანადგურა. ფაქტობრივად ის გაანადგურდა არა მარტო იქ საერთოდ მოსახლეობა, რომელიც იქ იყო და სხვათა შორის ისლამიც იქ და ისევე როგორც ჩრდილო კავკასიაში მე-17 საუკუნეში შემოვიდა. მე-17 საუკუნემდე ადიღე ისინი ჩეჩნებიც და ისინი ჩვენი ძმები ყველანი ქრისტიანები იყვნენ. მერე შემოვიდა ისლამი და ისევე როგორც აქ. ეს პრაქტიკულად აი ამ შემოსევების შედეგად ეს სანაპირო დაცარიელდა. ზღვის სანაპირო დაცარიელდა და ასე ვთქვათ, ამან განაპირობა, რომ ჩრდილოეთიდან მთის მხრიდან ჩამოვიდა მოსახლეობა, რომელიც დასახლდა იქ. ეხლა ისე ვიმეორებ 100 წელიწადზე და 200 წელიწადი რომ ადამიანი სადღაც ცხოვრობს, ეს მისი სახლია და ბუნებრივია ჩვენ არანაირი პრეტენზია იმასთან, რომ ისინი საკუთარ თავს სახლად თვლიან აფხაზეთს არ აქვს და არ გვექნება ეგრეც არის მათი სახლია, ისე როგორც ჩვენი სახლი. ხო, ამიტომ ესე იგი ამან განაპირობა იქ დეფიციტი ქართული მოსახლეობის, ხო. ეხლა სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ეს ვინც მე მისმენს და ვთქვათ იქითაც თუ ვინმე ისმენს, ჩვენ იმათაც იციან, 60% მეგრელები არიან, ხო, მეგრული წარმომავლობის, იმიტომ რომ როდესაც ესე იგი გამოკლებული არის ეთნოგენეზისი აფხაზების და აფსუების, ქართველების და აფსუების. აფხაზი ქართველი იყო, ხო, ციტესია და აფხაზი იყო, მაგრამ ისევე როგორც სვანი იყო, მაგრამ ქართველური ტომები არიან, კოლხები არიან. კოლხები. ეხლა ხუთასი გვარიდან 400 ქართული ძირია. ხო. და 100 ხოლმე აფსური ძირი. გასაგებია, ეს პრობლემა არა, ისე ვიმეორებ, ეგ ჩვენი საერთო სახლია. ისინი არიან წარმომავლობით თიდან, ასე ვთქვათ, ისე ვიმეორებ რა, ეხლა სიტყვამ არ შეიძლება რომ ადამიანს ჰქონდეს, ეს არასერიოზულია, პრეტენზია ჰქონდეს იქ წარმომავლობაზე იმ ადგილის, სადაც არის ზღვა და არ ჰქონდეს სიტყვა ზღვა შენენაში, ხო? და არ ჰქონდეს სიტყვა ნავი, არ ჰქონდეს სიტყვას თევზი. მიუხედავად იმისა, შენი სახლია, კი ბატონო, მე ამას, ასე ვთქვათ, ამას არ ვეწინააღმდეგები, თქვენი დიდი ხანია ცხოვრობ, თქვენი სახლია, მაგრამ მოიჩემებთ იმას, რასაც იჩემებთ, ხო? ეხლა ფილია რომ მეუბნება რომ აპლია ვარ გვარათო,
და ჯინჯოლია რომ მეუბრება რომ აჯინჯალი ვარო გვარათო ხო ნუ კი ბატონო თუ გინდა და იზახი რომ მოევარ კი ვინც გინდა იყავი ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვისაც რათაც გძნობ შენ თავს ის იყავი მაგრამ იცი როგორი რამეა როდესაც მეგრელი ხარ წარმომავლობით ამბობ რომ აფხაზი ხარ და ლაპარაკობ რუსულად და სხვა ენა არ იცი ხო ნუ ეგ ცოტა შეიგიქნის პრობლემებს ხო ამიტომ ყველა თავის ფესვიდან გამომდინარე ისე უმეორებ მათი სახლია არავინ არ მინდა რომ ეხლა სხვანაირად გაიგოს რომ აქ რაღაცა იქ ნაციონალურ ინტერესებს მე თვითონაც იქიდან ავარ წარმომავლობით რა საიდანაც თქვენ ხო ამიტომ ბუნებრივია და ეხლა მე ისინიც ვიცი მეგრელები მარტო მეგრულობას რო ჩამოლობენ და ქართველი მე სხვებიც ვიცი ვინც იზახის რა ვეუბნები ყველას დიდი შეცდომა ჩვენი იყო როდესაც ჩვენ ვეუბნები რომ ჩვენ ვეუბნებოდით აფხაზებს რომ ქართველი ხარ იმიტომ რომ მათთვის ქართ ქვია თბილის და ქართთან არის გაიგივებული იყო ქართთან ვეუბნებოდი რომ ქართველი ხარ ის ღებულობდა რომ ქართველი ხარ მეგრელსაც ვეუბნები რომ ქართველი ხარ ის გეუბნება არა ძმაო მეგრელი ვარ სვანსაც ვეუბნები რომ ქართველი ხარ გეუბნება არა სვანი ვარ იმიტომ რომ გაიგივებულია ქართლთან ქართველი ხარ და არ არის ქართველი მეგრელები კოლხები არიან ხო სვანების კოლხები არიან და აფხაზების კოლხები არიან კოლხები და აქეთ არიან იბერები ხო მეორე მხარეს მაგრამ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ ერთი ხალხი ვართ საბოლოო ჯამში მაგრამ ეს კუთხურობის აღნიშნელი იყო ხო კუთხურობის აღნიშნელი იყო და არა იმის ეროვნების აღნიშნელი თორე მეგრელიც სვანიც და იგივე აფხაზიც იმან იცის რომ საქართველოა მისი სამშობლო და საქართველოს შვილია ხო უბრალოდ ქართველი არ არის რა ამიტომ იყო ეს წინააღმდეგობა რა მაგრამ მეგობრებო ჩვენ ყველა ბედნიერი საქართველოს შორები ვართ მეგრელი სვანი მეგრელი აფხაზიც რა მე ეს სკოლა ისე დავამთავრე რომ ოსებიც არ ვიცოდი რომ ისეთი ურთიერთობა ქონდა ისე ცხოვრობდით ისეთი ყველა ქართველი გეგმული ხო ნუ ერთი ოჯახის წევრები ვართ მაგას ეხლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მე ამით არასოდეს არ მიკითხე არავისთვის წარმომავლობით ვინ არის ჩვენ არასოდეს არ ქონია აფხაზეთში რომ ცხოვრობდი ბატონო მის აფხაზი მე ქართველი არა ის იმერელი მე მეგრელი არ ყოფილა მე მეცაც გეტყვით ეხლა ამასთან დაკავშირებით ეხლა მე დიდი ხანია ეხლა ბებია მყავდა ვაკოში ცხოვრობდა ბებია ჩემი რა აქ რომ დაამთავრა ტენისგეი იყო ადრე გპ-ის მაგარი დაამთავრა თავის დროზე ნავთობქიმიისა და წავიდა ვაკოში და მე იქ დასახლდა იქ ცხოვრობდა და მე ძალიან ხშირად ვიწევდა იქ ყოფნა ამიტომ აზერბაიჯანელებთან ყოველთაგან კარგი ურთიერთობა მქონდა აქაური აზერბაიჯანელები საკუთარ სამშობლოდ თვლიან საქართველოს და ისინი ჩვენი ძმები არიან ბუნებრივია ეს მათი სამშობლოა ორი აზრი არ არსებობს აბა კითხეთ რა აი მარნეულში ბოლნიში თეთრი წყაროსკენ იქითაც არიან სოფლები აბა კითხე გეტყვის ჩემი სამშობლოა და ეს არის ყველაზე კარგი როდესაც ადამიანი აი ამ მიწას თავის სამშობლოდ თვლის ამას დიდი ბედნიერება ეგ არის ჩვენი ერთობა ხო იმიტომ რომ ჩვენ ხშირად რაღაცას გაცვიხართ თუ ქრისტიანები ვართ ქრისტიანები თუ ვართ მაშინ იქ ნათლობის მერე უფალი ამბობს რომ აღარ არსებობს აღარც ის ხო? ყველანი ერთი ვართ რა. ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ, რომ აფხაზური მენტალიტეტი მე ძალიან კარგი აღმოჩნდა. კი, ბავშვებთან ეკავზე. ეს და სამწუხაროდ ახლა ჩვენ უფრო მეტი განსაკუთრებით აფხაზეთიდან ვარ და აფხაზეთის სტრუქტურებში რაც თქვა ჩვენ მოღვაწეობა მიმდინარეობს აქ კონტაქტიც უფრო მეტია, მათთან ურთიერთობაც მეტია, მაგრამ ჯერჯერობით სიმართლე გითხრათ, ის მტრის ხატი ჯერჯერობით არ არის მოშლილი. არა, მოშლილი კი არ არის, კულტივაცია ხდება მაგდრის. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ეს თავისი შვილების მიმართ დღევანდელი ეს აფხაზური ელიტა და გუშინდელი ჩემი ასაკის განსაკუთრებით. მე მინდა გითხრათ, რომ მეორე მსოფლიო ომში გერმანელებმა 6 მილიონი ებრაელი გაწყვიტეს და ფეთში დაწვეს ცოცხლად, ხო? მიუხედავად ამისა, გენერალ შვარცკოფის მოედანი არის იერუსალიმში. დღეს ისრაელი და გერმანია არიან მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს ხარს უჭერენ მეგობრობენ ასე შემდეგ იქით-აქეთ. რავი ომით რაც კაცობრიობა არსებობს იმის მერე ომი არის ისე ვიმეორებ. აქ ჩვენ საქართველოში შიგნით იმერებს ქართლთან ურმია სლამეგრელოს უამია ქართლ და ამ შემდეგ და ამიტომ ეს არ არის საბაბი ეს არ არის საბაბი რომ განუთავებლად ამაზე აი ჩვენ ვიომეთ. კი ბატონო ვიომეთ, ხან ესე ვიომეთ, ხან ერთად ვიღაცის წინააღმდეგ ვიომეთ, მე იმათთან ერთად ერთმანეთის წინააღმდეგ ვიომეთ. ამიტომ არა ეს დავანებოთ ამას ლაპარაკს თავი, ხო? მომავალზე ვიფიქროთ, რატო წამლავ ბავშვებს?
რატო წამდა ბავშვებს? იმიტომ რომ ის ბავშვი დღეს მოგიტრიალდება, ის არიან უკვე 20 აღარ არიან ბავშვები, 30-32 წლის კაცები, ადამიანებია, ვინც უნდა გადაიბარონ, თქვათ, აი მომავალი ამ ქვეყნის. ის მოგიტრიალდება და გეტყვის, ბაბუა ჩემი, ბებია ჩემის ქმარი, ან ბიძა ჩემი, ან დედა ჩემი, ან მამიდა ჩემი. იმიტომ რომ 90% ოჯახში არის შერეული ოჯახები აფხაზეთში, ხო? ბიძები ყავთ, ხო, ქართველები. რატო არის ჩემი მტერი? რა პასუხი უნდა გასცე? ხო, ბაბუა ჩემი მტერი როგორ არის? დედა ჩემის მამა ჩემი მტერი როგორ არის? ერთი გამაგებინეთ, ხო? ამ კითხებს რატო არ უსვავენ ერთმანეთს იქა და უსვავენ ერთმანეთს? ეს დრო მოვიდა. ხო, იქ დიდი გამარჯვება იზეიმეს რა იმის მერე. მე მინდა გითხრათო, ჩემ ახალგაზრდობაში, შემთხვევაში, კაცობაში შედარება ბათუმსა და სოხუმს შორის არ იყო, ყველა სოხუმში მიდიოდა. აფხაზეთი იყო აყვავებული და დასასვენებლათაც და გასართობათაც ყველა მიდიოდა. ეხლა ის აფხაზები ახალგაზრდა ბიჭები, ხო? ჩემი შვილი სტოლები უკვე, შვილი სტო ჩამოდიან და უყურებენ ბათუმს და მერე უყურებენ სოხუმს. აი მისცა რუსეთთან ერთობამ აფხაზეთს, აი სოხუმი არის დღეს მაგის ნათელი მაგალითი, ხო? თუ გინდა გაგრა, თუ გინდა ბიჭუნთა, თუ გინდა დანარჩენი სხვა, ხო? აი ეს არის რა, იმიტომ რომ არ მოსვლან სამეგობროდ, იმათ ინტერესები აქვს და ეს ბუნებრივია, ამის გულისთვის ჩვენ არ უნდა უწყრებოდეთ ჩვენ მეზობლებს. ეს არის პოლიტიკა, ეს არის რაც ისევ, რაც კაცობრიობა არსებობს. იმათ თავისი ინტერესები აქვს და ეკნებათ ყოველთვის შეეცდებიან თურქეთის, რუსეთის, ამერიკაც, სხვა ქვეყანა, ჩინეთის, ყოველთვის ეს ინდოეთი შეეცდება თავისი გავლენების გაძლიერებას, მით უმეტეს სამეზობლოში. ამას ლაპარაკი რა თუნდა. ეს არის ელემენტი, ამის გამო არ უნდა გაუწყრე, ეს უნდა მიიღო მოცემულობად, ამ მოცემულობიდან გამომდინარე დაალაგო ურთიერთობები ამ შენ მეზობელთან. მით უმეტეს თუ ხედავ რომ სულ იღრინება, ხო? ბისმარკი ეს დიდი მოღვაწე ევროპელი ეუბნებოდა ევროპას რომ ამ დაანებეთ თავი, ნუ გააღიზიანებთ, ნუ გამოიყვანთ აქ დაქტორატს უყველასო რა. ნუ გაგვიძებთ. ხო, გაანებეთ თავიო, ხო? იგივე ეს გაფრთხილება ხო ჩვენთვისაც არის და ჩვენ ხო ამის ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ისტორიული გამოცდილება, მით უმეტეს გვაქვს ისეთი მაგალითები, როდესაც ვთქვათ რაღაცა თანამშრომლობა და ერთობა გარკვეულწილად რაღაცა შედეგს გვაძლევდა, გვიცავდა რაღაც ეტაპზე. შეიძლება იმეებიდან გამომდინარე, მაგრამ ხო ვიცავდა რაღაცა. რუსეთი ვარ შემოსულიყო აქ თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ მუხანათურად მოიქცა. გეორგიევსკი ტრაქტატი დაედო ერეკლემ, როგორც ასე ცდელობა გადარჩენის ამ ქვეყნის, იმიტომ უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. ხო, გადაშენების ღმერთი არის დაუშვებდა ამას, საქართველოს წილხვედრია ღვთისმშობლის და ბუნებრივია და ეს იყო მცდელობა. გეორგიევსკის ტრაქტატი არის მშვენიერი დოკუმენტი, არავინ არ შეასრულა ეს ტრაქტატი, ამის მაგივრად ჯარი შემოიყვანეს აქა და მერე გააუქმეს საქართველოს სამეფო და საქართველოს არა ყოველთვის ეგეთი იყო 1000 წელი არ შეცვლილა არ შეცვლილა არასოდეს ეს ესეთი ქვეყანაა და ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ ისევ მეორე იმპერიის საზროვნების იმპერიული აზროვნების ქვეყნები ყველა ესეთია. არა შენი ინტერესები უნდა დაიცვა, გამოიხვიდე იქიდან, როცა საჭიროა თავი უნდა დადო, როცა საჭიროა იმისთვის რომ შენი ქვეყანა დაიცვა, მაგრამ ამავდროულად უნდა გაითვალისწინო ძალა აღმარცხნავს ეს ქართული ანდაზები ხო არის და ნუ შექმნე ისეთ ვითარებას რომ ეს აღმათი მოგიხმას, როგორც სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა ამ თავიდან ბოლომდე გაყიდულმა ასე ვთქვათ ჯგუფმა რა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ დაესწრა დღესაც აგზელებს იმისთვის რომ დააზარალოს ეს ქვეყანა, ხო? რომელიც ყოველთვის ემსახურებოდა აი იმ ქვეყნის და იმ მეორე ქვეყნის ინტერესებს. და არა საქართველოს და დღესაც ამას განაგრძობენ. აბა შეხედეთ რას კადრულობენ უცხოეთში. ეს ის რო არის, რა ქვია ეს პარიზელი ქაჯუნა რო არის, სამწუხაროდ დიდი წვლილი მაქვს მეც მაგის გაპრეზიდენტებაში, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა რომ აი ესე, ესე ბოროტებად იქცეოდა. თქვენ წარმოიდგინეთ მას მერე რაც აღარ არის პრეზიდენტი, სამჯერ მეტი ვიზიტები აქვს უცხოეთში, ვიდრე როცა პრეზიდენტი იყო, ხო? როგორც პრეზიდენტი საფრანგეთის გარდა არც მახსოვს ვაფშე სად დადიოდა. ისიც ნუ ხა იქიდან არის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა საფრანგეთის თავის დროზე, ბუნებრივია იქ ნაცნობობა ჰქონდა
მე არ მახსოვს მისი ვიზიტები, შეიძლება იყო, მაგრამ არ დღეს აბა შეხედეთ, ერთი დღე არ არის თბილისში. და რას ლაპარაკობს? ჩადის ყველგან და იძახი, საქართველოში არის ავტოკრატია, საქართველოში არის საქართველოში ისო საქართველოში არის, საქართველოში არის. ეხლა დანიელები, ნორვეგიელები, ბელგიელები, შვედები უსმენენ ამას და ფიქრობენ, იმათ არ აინტერესებთ ის ქართული ოცნება თუ ის პოლიტიკური, იმათ ესმით საქართველო. ხო? ეს ქართული ოცნება წავა, არ იქნება ქართული ვერ იქნება სულ, ხო, ბუნებრივია, მე სხვა მოვა. მაგრამ საქართველო იმათთვის ხო დარჩება, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, რომ ჩაგრავს პრესას, რომ ჩაგრავს ადამიანებს, ადამიანის უფლებას, ეს ხო საქართველო აკეთებს ამას. ამიტომ ეს რეზოლუციებში ის ხვალ წერია, რომ ირაკლი კობახიძემ, ან კახა კალაძემ, ან ივანიშვილმა დაარღვია. წერია, რომ საქართველოში ირღვევა და ეს ხო ტყუილია. სამართლო ტყუილია, ხო იყო ყველა კარდა ამან იცის პირველ რიგში თვითონ ამ პარიზელმა ქაჯუნამ, ისევე როგორც ამ ნაციონალობას დაუთხარი და მაგათ მოძრაობას, ისევე როგორც იმან ჯაფარიძემ, ხაზარაძემ, ამ კიკო ვაშაძემ, ამათმა ყველამ ხოლიცია, რომ ეს არის ტყუილი. როგორც ბესელიან, ხო იცის რო არის ტყუილი, რასაც ლაპარაკობს, ხო? გაიგე, რასაც ხო ტყუილს ლაპარაკობენ აბსოლუტურად. რაღაცა მოაქვთ მაგალითები, აი მას ჩაგერ დღეს 5 წელი მიუსაჯეს ახალგაზრდა ბიჭს და უნდა ნახოთ სინთეზის პატიმარი. დამიზნებით ესროლა პოლიციელს და რამის ფეხი მოვაჭრეს იმ პოლიციელს, ხო? ძალადობის კულტივაციას რო აკეთებ, ხო? ძალადობის ეს ის რას ნიშნავს, რომ შემდეგი შენ მოგხვდება. აბარა ვინც მას იცავდა იძახი რომ ის სინდისის შემდეგ შენ გესვრის და ახალგაზრდები ამას უყურებენ და ფიქრობენ ესე იგი ეს მე რო პოლიციას ვესვრი ეს გმირობა ეს არის ადამიანის ღირსება ეს არის სინდისის პატიმარი გავხდები და ვიქნები გმირი როგორც ის ლაზარე იმებს რომ მოლოტოვის კოქტეილებს რო ესროდნენ და რო დაწვეს პოლიციელები, იმათი გაგმირება ხდება და ამას ახალგაზრდები ხო უსმენენ. იმიტომ არიან ოლეოლა რო დადიან 20-21 წლის გოგოები უკანასკნელი სიტყვებით იგინებიან, ილანძღებიან, მე თვითონ იწერენ ამას თავის თავს და მე ყველგან აფცელებენ და თქვენ წარმოგიდგენიათ 20 წლის გოგო რო ესეთ რამეს იკადრებს. არა დედას დავანებოთ თავი დედა დადგება თუ რა არის თქვენ წარმოგიდგენიათ ეს მორალი რა მორალი ამ მორალის კულტივირება აი დღეს გამოვარდნენ და სინთეზის პატიმარია და კადრებში ხედავთ ეს ზვიად რატიანი ვიღაც არ ვიცი მე პოლიციელს ხელი გააწნა და არის სინთეზის პატიმარი და როგორ არის გადაგვარებული ეს პორნო ლიბერალური მსოფლიო რომ პენკლუბი წერლების რომელიც ჰუმანიზმს უნდა ემსახურებოდნენ იმიტომ წერლობა ხო პოეტებს პრეტენზია აქვს ხო და არც ასე ვთქვათ უსაფუძვლო პრეტენზია აქვს ჰუმანიზმის გამტარებლები არიან ხო პენკლუბმა მოითხოვა რომ სინთეზის პატიმარი და გამოუშვით ეხლავეო და მე ამერიკაში ძალიან ბევრჯერ ვარ ნაყოფი და მახსოვს ერთ-ერთი ჩასვლა იყო პირველი თუ და ფესტივალზე ჩავედი ისე დიდი ფესტივალი იყო დამხდნენ სტუმრები იქა მოვიდეს ვაჩევის ფესტივალი სან-ფრანცისკოში და გასაღები მომცეს მანქანა მე და ჩემი მეუღლე ვიყავით რომ აი მანქანა რომ იქით-აქეთ ნაპაველი არის სან-ფრანცისკოდან 50 კილომეტრია და იქით-აქეთ რომ იაროო როგორც და გამაფრთხილეს ვიცოდეო პოლიციამ თუ გადაჭერაო პოლიციამ საჭედან ხელი არ აიღო ხელი არცად არ გაიწო სანამ არ მოვა და არ გეტყვის რომ აი რაღაცა რა უნდა რისთვის მოვიდა ღმერთმა დაგიფაროსო აი ეს საჭეზე დატოვე ხელებიო ხო სანამ არ მოვა და მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი საფრანგეთში ეს ორი წყვილწყვილა დადიოდნენ პარიზში ვინც საფრანგეთში დამყოფია გავახსენდება წყვილწყვილა დადიან მაგრამ ერთად გროვდებიან 1.40 ერთად რამე რომ მოხდეს რა დღეში ყავთ ჩაგდებული პასუხის გაწემაზე აღარავინ არ ლაპარაკობს ხელის დარტყმა წარმოგიდგენიათ ამერიკაში იმას დღეს ყველაფერი აირია იქამდე მივიყევით იმეებს რა ქვია პოლიციელებს ფეხზე აყოჩინებდნენ ბაიდენის დროს აიძულებდნენ რომ ბუხლებზე დამდგარი ხა იმის მერე რა თქმა უნდა მაგრამ სანამ ეს ქვეყანა მწყობრად იდგა ხელის გარტყმა პოლიციელზე წარმოგიდგენიათ აგერ მაგის ყველაზე ბოლო მაგალითი გამოვიდა ფლორიდის ერთ შეფი პოლიციის და თქვა
რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და თუ ძალადობას ჩაიდენთო მიმართა მოსახლეობას იცოდეთო რომ ჯერო ჩვენგან გაიგებთ ინფორმაციას რომელ პოლიციის განყოფილებაში არიანო და მე ინფორმაციას მოგაწვდით მათი გვამების ნაწილები სად ეყრებაო აგერა მაქვს ტელეფონში პოლიციის შერიფი ლაპარაკობს ამას და პოლიციელები უდგანან გვამის ნაწილები სად ეგდებაო და დესანტისი რომელიც არის ფლორიდის გუბერნატორი და თავის დროზე იყო ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ერთ-ერთი რომ პრაიმერიში არ გავიდა ხო იმან მიმართა ფლორიდის მოსახლეობას და უთხრა რომ თუ დემონსტრანტები ქუჩას გადაგიკეტავენ დაარტყით მანქანა დაეტაკეთ და გაიტანეთო გავიდა 4 დღე და ჩემი თვალით ვნახე როგორ დაეტაკა მანქანი დემონსტრანტებს ერთ-ერთი ფლორიდის მაცხოვრებელი. აი ეს არის რეალობა. ხო, აღარაფერს აღარ ვამბობ, რომ საფრანგეთში 12000 ადამიანი დააპატიმრეს ყვითელი ჟილეტების გამოშლები იყო, 12 ადამიანი დაიღუპა და იქ 10 და 12 წელი მიცეს, ხო? გერმანიაში ძაღლებს აჭვეინებენ. მე ფილმი გავაკეთე ამას წინათ ეს იყო რა ქვია სიცრუისა, სადაც კადრები არის, ძაღლები როგორ აჭმევინებენ დემონსტრანტებს ძაღლებს როგორ გლიჯავენ და ვინ გველაპარაკება საერთოდ ჩვენ ან იმაზე რა ქვია დემოკრატია ფიშერი მელაპარაკა მე დემოკრატიაზე 350,000 ქართველმა დადო თავი რომ ფიშერიზაცია არ მომხდარიყო მსოფლიოსი ნაციზმი რო არ მოსულიყო ევროპა დაიცვა და ეს ფიშერი ბაბუამისის პატრონი მელაპარაკება დემოკრატიაზე საქართველოს პარლამენტში 18 წლის პარლამენტში იყვნენ ქალები და იყვნენ უმცირესობები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ესეთი კონსტიტუცია არ ქონდა ევროპის თითქმის არც ერთ ქვეყანას როგორც ჩვენ და ესენი ჩვენ გველაპარაკებიან დემოკრატიაზე სამარცხინო ხალხი ერჩინსკი და ბატონობა ძალიან წინვალე ანალიზს აკეთებთ მართლაც ინფერასაც სამოქეცა რეალობა და ზუსტად ეს არის მე ძალიან ყოველთვის ინტერესულად ვადევნებ თქვენს გამოსვლებს თვალყურს და აი ზუსტად ეს ხიბლავს მე თქვენში რომ თქვენ შესანიშნავად ჯეროთ და აი სწორად და ობიექტურად შეგვიძლია სიტუაციები შეაფასოთ და მოვლენები და პროცესები მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ მაინც თქვენ როგორც ჩახედული ძალიან სერიოზულად ძალიან ძლიერად ჩახედული ამ თუნდაც აფხაზურ პრობლემებში დღეს რუსეთი ცოტა სადაც ბილიძალის პოლიტიკაზე არის გადასული ასე ვთქვათ მაგრამ მე პირადად რამდენადჯერ ეს მეორე საკითხია და ახლა ვცდილობთ რომ რამდენადაც საქართველოს მოუქონოს საქართველოს რაღაც პატარა რაღაცები შეუქმნას მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ აფხაზეთის და ცხინვალისგან მოდი ჯერ აფხაზეთთან დავიწყოთ რამეს ველოდები ეხლა იცით რა არის უგუნური უნდა იყო და მაინც და მაინც უგუნურებას რუსეთს ძალადობა კი შეიძლება უგუნურებას რუსეთს ვერ დასწამებ საუკუნეების მანძილზე ხო ერთი მაგალითი მინდა გითხრათ ეს არის ყველა იმ რამდენი იმპერია სულ გაქრა ბიზანტია გაქრა რომი გაქრა ელადა გაქრა და რა რუსეთის 17 წელს მოხდა წარმოუდგენელი ამბავი აი ყველაფერი აი ესე შეტრიალდა რა ის რაც რუსეთში რევოლუცია ეს იყო ხო ნუ მაგას ვიშოვე საიდან და როგორ მაგრამ ამან გადაატრიალა მთლიანად რა აი არსი ხო სახელმწიფოსი 1927 წელს თურქესტანი აიღეს მთლიანად უკვე აღარ ვამბობ რომ ამ დროისთვის საქართველო აზერბაიჯანი და სასუნთქეთი ამოდებული იყო ყველა 10 წელიწადში ეს მეტყველებს იმაზე რამდენად უნარი აქვს ასე ვთქვათ ამ სახელმწიფოებრივ წარმონაქვს იმ შემთხვევაშიც კი როდესაც დიდი კატაკლიზმებია ომები რევოლუციები და ამ შემდეგ მეორე მსოფლიო ომი აიღეთ მიწასთან იყო გასწორებული წარმოვიდგინეთ და ვთქვათ რა შედეგი მივიღეთ ხო ეს ამიტომ ეს არის ქვეყანა რომელიც ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რა უნარები არის ჩადებული იქა ესე იგი და უგუნურებაზე დავიწყე ლაპარაკი ძალიან კარგად ხედავენ რომ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში რომელმაც გონიერი და პრაგმატული პოლიტიკა განახორციელა ამ მისთვის უმძიმეს წლებში 3 წლის ომის განმავლობაში პირველ რიგში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე იყო ესა რა თქმა უნდა და მაგრამ მეორე ზურგში დანა არ ჩავარდით
რასაც ახლა ცდილობენ აზერბაიჯანში ჩვენი ძმების ქვეყანა ეხა აზერბაიჯანი რო საქართველოს ხარს უჭერს ყველგან და რა ურთიერთობა ჩვენ გვაქვს ეხლა ძალიან იშვიათად ისტორიულ მანძილზე რომ ესეთი მეგობრული ურთიერთობა იგივე ცდილობენ იმაში სასომხეთში ეხლა ხო რეალურად ხო ხედავთ პირდაპირ ეს არის მცდელობა რომ გახსნან ის რაც ვერ გააკეთეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა და გიждდებოდნენ პირდაპირ ღიად არც მალავდნენ მე ზუსტად ვიცი გვარებით სახელებით რას ეუბნებოდნენ რას აძალებდნენ რა ულტიმატუმებს უყენებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ხო? აქ რო მე კურსკი ამის გამოძახილი იყო, აქ რო ვექნეს კურსკი გააკეთეს და დაღუპეს. საუკეთესო ნაწილები ჩააკლეს იმ კურსკში და მე სულ მაინტერესებს რომ ამოცანა რა უნდა ყოფილიყო მოსკოვში აპირებდნენ შესვლას? კაი, შეხვედი კურსკის ტერიტორიას და მე ამოცანა რა არის? რომ ის რა ქვია ნაწილები, სამხედრო ნაწილები გადაისროლე, იქ 3 მილიონიანი ჯარი ყავს თუ 2 მილიონიანი და რამდენსაც გინდა იმდენს მოიყვანს კიდე. ეხო, ზღაპარი იყო, ვითომ მანევრი ეგ უნდათ საქართველოში. როგორც ის ჯარი გაწირეს, აი დახოცეს იქ კურსკში, ესე უნდათ საქართველოს და ეხლა ცდილობენ ამას აზერბაიჯანში და იმაში რა ქვია. არ გამოუვიდა და ხო, ეხლა პრაგმატიზმზე გეუბნებით. ამის არ დანახვა ძნელი წარმოსადგენია. პრაგმატული პოლიტიკის, იმაზე რომ ეს სახელმწიფო მომწიფდა. ეს საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მსოფლიოს ასპარეზზე პატარა, მაგრამ ძალიან მკვეთრი როლი ითამაშოს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის დელეგაციის ხელმძღვანელმა დღეს ეუთოს პირდაპირ უთხრა, თქვენო კრიზისი გაქვთო ძალიან და მე დაუსაბუთა ეს კრიზისი. ამის უფლებას თავის თავს მიცემს მხოლოდ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გრძნობს თავის სიმართლეს, სუვერენიტეტს, დამოკიდებულებას, საზოგადოების მხარდაჭერას, სხვანაირად ეს არ არის. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ პრაგმატიზმი რუსული და თქვათ ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთში, როდესაც რუსებმა მშვენივრად დაინახეს, რომ არამერი სიამტკბილობა და სიყვარული რუსებსა და აფხაზებს შორის არ არის და არც ყოფილა არასოდეს და მე ზღაპრებს ნუ მომიყვებიან. მე მაგათთან ერთად გაზრდილი ვარ და მახსოვს რუსებზე რას იძახდნენ და როგორ ექცეოდნენ რუსებს. ჩემი მეგობარი აფხაზები, ვისთანაც დღესაც მეგობრობ ნაწილთან. უბრალოდ ასაკში ვარ თუ ყველანი ზოგი არის ზოგი აღარ არის მე მახსოვს მათი დამოკიდებულება და რუსებსაც ძალიან კარგად ახსოვთ მაშინაც და დღესაც ხო ამიტომ ბუნებრივია რომ დადგება საკითხი როდესაც რუსეთი გაიაზრებს რომ ამ მიწას რომელსაც საქართველო ქვია და რომელიც ყოველთვის საქართველო იყო ჯობია ქართველებთან ასე ვთქვათ გაარკვიონ ეს მათი ინტერესების ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ვიდრე იმათთან, ვინც რეალურად არანაირ ძალას არ წარმოადგენს, ხო? ხო, ისევე ნუ ცხინვალზე აღარ ვლაპარაკობ, საერთოდ ცხინვალი თემა არ არის. მე ახლა 2 წელიწად ნახევარი, გეტყვით ახლა, ნუ დაახლოებით 48 რაუნდი მოლაპარაკება მაქვს ჩატარებული რუსეთის მონაწილეობით ცხინვალზე, აფხაზეთზე და ცხინვალზე. მე სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, აქეთ იყო ეუთო იმაში ცხინვალის რეგიონში იქით იყო გაერო. სხვათა ჰაიდი შალტალავენი იყო გაეროს შეფი და აქეთ იყო ველსელი კაცი იყო, ძალიან მაგარი კაცი იყო იმაში, რა ქვია, ეუთოში. ამიტომ მე რუსებთანაც ძალიან კარგად ვიცი მაგათი დამოკიდებულება, რამ განაპირობა, ვთქვათ. ცხინვალის დამოუკიდებლობა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა კონკრეტულად მიართვა სააკაშვილმა რუსებს, მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ და ბიძამისმა ალასანიამ და მთელმა აამ ბოროტებმა გაერთიანებამ სალომე სამადაშვილები და ეს ვინც არიან იქ სუყველანი რა. ეხლა სხვადასხვა პარტიებში რო წავიდნენ და იმას რო თამაშობენ რო ვითომ ხო მაგათმა მიართვეს დამოუკიდებლობა იმათ თავისი უგუნურებით და თავისი ღალატით. სააკაშვილი უნდა იყოს გასამართლებული მერაბიშვილი, ადეიშვილი, სამადაშვილი, ბუკუჩავა და მთელი უნდა გასამართლებული იქნან სამშობლო ღალატზე. ამ ორგანიზაციამ ნაციონალურ მოძრაობამ სამშობლოს ღალატი ჩაიდინა. და იმიტომ წარმოიქმნა, თორე არც სინვალი იყო, ასე ვთქვათ,
არცხინვალის დამოუკიდებლობა არ არსებობდა და არც აფხაზეთის 2008 წლამდე. 2008 წელს აღიარეს კი რა დაუძახეს, ეს აღიარებელი არაფერი არ იყო. რუსებმა ისიც და ისიც, რის გამო სააკაშვილმა მეართვა ეგ. ამიტომ ბუნებრივია რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება და მე მჯერა როგორც პრაგმატული ხალხი მით უმეტეს დღევანდელ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ხედავს რომ მთელი ეს დასავლეთი აუხედრთა. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად დღეს პარტნერული ურთიერთობები აქვს იგივე ჩინეთთან და იქ ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს რუსეთში, რუსეთს თავისი ინტერესები, მაგრამ დღეს ასე ვთქვათ თანამშრომლობენ, იმიტომ რომ ესმით, რომ აქეთ ამხარეს არის ლპობადი სამყარო, რომელიც ბირთვული იარაღებით არის შეიარაღებული და სოფლიოს, ხო? რუსეთი ბუნებრივია რა. ამიტომ მე დამოვადრო, როდესაც პრაგ გაემარჯვეს პოლიტიკაში. გადაცემა თავდა მაინც როგორ წარმოგიდგენია აფხაზეთისაგან მიყოლება. კენგური. კენგური ეგ არის აფხაზეთისგან გულებისკენ ჩვენ ახალ თაობას და სხვათა შორის ამის ბევრი მაგალითია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩამოდის საქართველოში. აქ ჩამოდიან სხვადასხვა იმასთან და გართობისთვის ჩამოდიან, სპორტისთვის ჩამოდიან და მე მათთან ურთიერთობა მაქვს სულ. მაგათ ესმით, ახალ თაობას ესმის. აი ესენი რო წავლენ ისენი რა ქვია, ეს ყურები, რომელებიც დღემდე ომს გაჰკევიან, იმიტომ სხვა არაფერი არ აქვს. მაგათ არაფერი არ შეუქნიათ აფხაზეთისთვის პრობლემების გარდა. და ამ ახალ თაობას, აფხაზების ახალ თაობას ცხოვრება უნდა, მომავალი უნდა. აი ეს თელი მსოფლიო, რომელიც ღიაა დანარჩენი საქართველოსთვის და მათთვის ჩაკეტილია და ეხა პასპორტებიც კი გაუნულეს იქა და რეალურად ადრე სასწავლებლები ჰქონდათ აღარც ის აღარ აქვთ, ხო? ერთ-ერთი გზა განვითარების გადის მათ სამშობლოზე, რომელიც დღეს გადაკეტილი აქვს, მთელი დანარჩენი ნაწილი ამ სამშობლოსი. საქართველო ლაგოდეხამდე თუ იქ წითელ ხიდამდე და ყველა მხარე არის აფხაზების სამშობლო და იმათ უნდა ქონდეთ შესაძლებლობა რომ გამოიყენონ ყველა ის ასე ვთქვათ სიკეთე რომელიც გააჩნია დღეს საქართველოს და ესე იქნება და ეს ახალი თაობა მაგას იზავს აუცილებლად. დიდი მადლობა მართლა ძირფასო ტელემოყურებლებო. აი ეს ოპტიმისტურ ნოტაზე დაამთავრა ბატონმა გოგამ ეს იმედიანი ნოტაა ეს. მართლაც, აი მოვა ის ახალი თაობა. მოვიდა უკვე. მოვიდა ახალი თაობა, რომელიც სხვანაირად შეხედავს ყველაფერს. სხვანაირად შეხედავს, პრაგმატულად შეხედავს ბატონმა გოგამ ძანა, რომ ქართველები და აფხაზები ჩვენ ერთი ძირი ვართ. თელს იყო დრო, რომ მთელი დასავლეთ საქართველო აფხაზეთთან მეფე აფხაზთა კახთა რაინთა და ასე შემდეგ და არაფერი არ შეიცვალა იმის მე. და ასე შემდეგ, ასე რომ ხოთეს იმ ლეონს ის არძიმადან მოყოლებული ლეონს რო იძახენ ის ბერძენი იყო. კი, აფხაზი არ იყო. აფხაზი არ იყო. ის იყო კონსტანტინოპოლის, ასე ვთქვათ, ასე რომ დიდი საამაყო არაფერი არ აქვს. ასე რომ ყველა გზა ვიფროს აფხაზებო. ჩვენო ძმებოდა რომ ყველა გზა ერთმანეთის გულებისკენ მიდის როგორც ბატონმა გოგამ ძანა. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი კი არა, ჩვენი სამშობლო, მთელი საქართველო დავიბრუნოთ ერთად, რომ მერე თავისუფლად და ლაღად ვიცხოვროთ ამ ლამაზად დიდებულ სამყაროში. მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა და თქვენ განსაკუთრებით დიდი მადლობა ბატონო. მადლობა და პატიჟებისთვის, მადლობა. ასეთ მათ დამაფიქრებელი საუბრისათვის და ბევრისთვის მე დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი აფხაზიის მებიდადების უყურებენ ამ ჩვენს გადაცემას მე ვიცი. დარწმუნებული ვარ. იმის გარდა რომ მთელი დიასპორა და მთელი ესეთი საზოგადოების ბევრი ხალხი ქართველები განსაკუთრებით უყურებენ და მე იმედი მაქვს რომ ეს მოგიტან ჩვენ ძალიან დიდ სიკეთეს მოგიტანს ის თქვენი მოსაზრება, თქვენი აზრები, თქვენი დიდებულად მათაზე პრაგმატული მიდგომები, რომელიც გააზრეთ. დიდი მადლობა. მე თვითონ მშვიდობა მოგცეს და ერთობა. დიდი მადლობა ბატონო. მოდი ერთიან საქართველოს გამომართვა. ამინ. მომავალ შეხვედრამდე ძირფასო ტელემოყურებელები.